წარდება თუ არა ერთობლივი განათლება ეთნიკურად განსხვავებულ ახალგაზრდებს შორის, ხები ეს იქნებიან ქართველები, თურქები თუ ასე შემდეგ. საკმარისი არის ეს. საკმარისი საჭირო. კარგი იქნება. და რა სახლის შეხვედრა არის ეს? ნუ ეს კულტურული ღონისძიებები, დაუშვათ ბიზნესმენების შეხვედრა, ბევრი საკითხის მოფიქრება შეიძლება რაღაც ფესტივალების მოწყობა საერთაშორისო. საჯარო დისკუსიები. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა აქტიურად უნდა იმორჩა. და ეს რეგულოს პრობლემებს უნდა საქმეში იყოს გეგმების შესახებ და პროექტების შესახებ, რასაც ახორციელებს დიპლომატიურად და რაც დაგეგმილი აქვს და თავის შენიშვნები და მოსაზრებებიც უნდა მიაწოდოს. რამდენად გაითვალისწინოს საკრებულო და დიპლომატიურობა ექსპო საკითხია, მაგრამ შეიძლება რომ ძალიან ისეთი იდეა თემა წამოვიდეს ახალგაზრდები და რაც გასათვალისწინებელი უნდა იყოს აუცილებელი. ამით შევხვდით, რომ ახალგაზრდები დიდ როლს ასრულებენ დღევანდელ საზოგადოებაში. ვფიქრობ, რომ არა, უნდა იყოს ესე, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან პასიურები არა, მაგრამ ძალიან აქტიურებიც არა. მადლობა. თემში არსებულ ყველაზე აქტიური